ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. პარალელურად გაიმართა კონფერენცია კონსტანტინე ბაქრაძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის დროსაც მომხსენებლებმა ფილოსოფოსის ცხოვრება, მოღვაწეობასა და დამსახურებაზე ისაუბრეს. ყურადღება განსაკუთრებით კონსტანტინე ბაქრაძის მიერ 1946 წელს გამოცემულ ლოგიკის სახელმძღვანელოსა და საქართველოში ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილ წვლილზე გამახვილდა. კონფერენციაში მონაწილეთა შეფასებით აკადემიკოსმა ქართული ფილოსოფიური აზროვნება ახალ საფეხურზე აიყვანა. დღევანდელი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა. დღეს ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის სახელობის აუდიტორია. აქვს შექმნილი სახელმძღვანელოები ლოგიკაში, როგორც საშუალო სკოლებისათვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისათვის. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ისტორიულია იმ თვალსაჩინით, რომ ამით ჩვენ არა მხოლოდ უკდავყოფთ მის სახელს, არამედ გარკვეულწილადაც ვაფასებთ მის ღვაწლს ქართული მეცნიერებისა და ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე. შეიძლება ამ უნივერსიტეტში, რუსთაველის უნივერსიტეტში ამ რანგის მეცნიერი არ ყოფილა კათედრის გამგე. ეს ძალიან დიდი ფილოსოფოსი იყო, გერმანიაში განსწავლული, ჰუსერლს უსმენდა. ყველა დროის ერთ-ერთ დიდ ფილოსოფოსს უსმენდა. მასთან გამოცდები ჰქონდა ჩაბარებული. არაჩვეულებრივი მეცნიერი, არაჩვეულებრივი მასწავლებელი იყო. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ლოგიკა მიყავდა. უაღრესად დიდია ბატონკო ბაქრაძის წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში. ის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა სწორედ იმ დროს, როდესაც ქართული ფილოსოფიური აზროვნება აღმავლობას განიცდიდა და აი ამ მოძრაობას ერთ-ერთი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ბევრი რამ გააკეთა მან თავისი ცხოვრების მანძილზე და დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომელსაც ახლაც იზრდებიან თაობები.